დავიწყებ ლანას ჩართვით. ეს არის ორი პარტია, რომელიც საარჩევნო პროცესშია ჩართული. კი ბატონო, ლანა ცოტა ხანში შემოგვიერთება, ზაზასთან დავიწყებ საუბრით. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. როგორ მიდის საარჩევნო კამპანია? არის თუ არა ცოტა რთული, ბევრად რთული ან განსხვავებული კამპანია იმით, რომ მთავარ თემებზე ლაპარაკის ნაცვლად ან ლაპარაკთან ერთად თქვენ ასევე ამომრჩეველი, ოპოზიციური ამომრჩეველი, თქვენი ამომრჩეველი, შესაძლოა კონკრეტულად თქვენი პარტიის სპეციფიური ამომრჩეველი იყოს და ნაკლებად, მაგრამ მაინც ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოთ საერთოდ იმაში, რომ 4 ოქტომბერს არა ეს თქვათ როგორც მეორე ეს თქვათ ბოიკოტის მომხრეები უწოდებენ, ეს არის სპეცოპერაცია და იქ მონაწილეობა არ ღირს, არამედ თქვენ უნდა დაარწმუნოთ, რომ შესაძლოა სპეცოპერაცია, მაგრამ მონაწილეობა ღირს. ანუ ეს ართულებს თუ არა თქვენს საარჩევნო კამპანიას, ეს მოცემულობა. გამარჯობა დიანა, მივესალმებ ჩვენ ტელემაყურებელს. ჩვენ არანაირ გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან არის პირდაპირ კავშირში და მის ესე ვთქვათ, დასავლურ ორიენტაციასთან, მის დემოკრატიასთან, მის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვასთან და საერთოდ კონსტიტუციის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. არანაირ ბრძოლას ჩვენ არ უფრთხივართ და ამის დადასტურებაა თუნდაც ისიც, რომ ყოვლად გაუარესებული საარჩევნო გარემო, თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოცნებამ და მისმა რეჟიმმა დრაკონული კანონები, ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონების მთელი კასკადი მიიღო და ამით კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო გარემო. ჩვენ მაინც არ გვაძლევდა ეს იმის საშუალებას, ესე ვთქვათ, რომ მარტო დაგვეტოვებინა ოცნებასთან ჩვენი ამორჩეველი და არა მარტო ჩვენი ამორჩეველი მარტო. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად სხვა გადაწყვეტილების შანსი არც სამართლებრივად არ იყო, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვჩვევით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თუ ჩვენ ვჩვევით ლეგიტიმურ ჩარჩოებში და კონსტიტუციით კიდე განსაზღვრულია, რომ ყოველი 4 წლის შემდეგ ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მიუხედავად იმისა, ოცნების რეჟიმია იქ, თუ სხვა რეჟიმია. ყოველ 4 წელიწადში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რა რეჟიმია. და ეხლა თუ თქვენ ებას მომცემთ და გვაქვთ 2 წუთი, ამ წიაღსვლებსაც გადავხედოთ ჩვენ ისტორიულ წიაღსვლებს. გავიხსენოთ 90 წელი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ბევრჯერ გაუხსენებიათ ამ სტუდიაში. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში. ზვიად გამსახურდია ვის ებრძოდა საბჭოთა მონსტრს. მთელი თავის რესურსებით, ხო? შესაბამისად, დადგა ის შედეგი, რომ მოიგო არჩევნები. ამის შემდეგ მოვიდა შევარდნაძის სხვა კონტექსტი და სხვა პოპულარობაზე და სხვა ემოციურ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიანა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეხლა მე კიდე რო არ გავაგრძელო, მე რა მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შევარდნაძის ხელისუფლებასთან მიმართებისთაც, როდესაც სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინაც ჰქონდა ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებიც ახლა ჩვენ გვაქვს ოცნების რეჟიმის მიმართ. საუბრობ საარჩევნო გარემოს, საუბრობ მიტაცებულ ინსტიტუციებს, საუბრობ სხვადასხვა გარემოებებს, მაგრამ ახლა რო შევადაროთ ოცნებას რეჟიმმა რა გააკეთა, შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის თავარი პრობლემა. აქაც განსხვავება. ეს კი პრობლემაა, რასაც თქვენ ყვებით, მაგრამ დაძლევადი იმ თვალსაზრისით, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის ბევრი, უფრო ფართო შემადგენლობის და რაღაცნაირი, როგორც ამბობენ ხოლმე უყვართ თქმა, ცუნამის ეფექტი აქვს აი ამ საპროტესტო ელექტორატს. და ახლა თქვენ გიქმნით თუ არა ისევ მთავარ კითხვას უბრუნდები ის, რომ თქვენ საერთოდ ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოთ, რომ არჩევნებზე მივიდეს. არა თუ ეს თქვა ეს რაღაც მუხტი საზოგადოებაში, რომელიც თავად წალეკავს და ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს ეს თქვათ გაუწევს წინააღმდეგობას. ეს კი არა, თქვენ ზოგადად ოპოზიციურ ამომრჩეველში გაქვთ თუ არა პრობლემა, იმიტომ რომ პარტიების ნაწილი არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და აპირებს საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ არ მივიდეს არჩევნებში. მე კი მგონია, რომ ყველა არ მისული, ეს არის პლუს ხმა ქართული ოცნების კალათაში და ამისკენ მოწოდებაც არის მოწოდება, რომ გაუმრავლონ ოცნებას, ეს თქვათ ეს თქვათ
საარჩევნო შედეგი, მაგრამ ეს იქნება მათი მთავარი ხაზი. ამ ხრივ თქვენ რაზე ელაპარაკებით ამ მომრჩეველს? არჩევნებზე მოდით თუ რომ მოხვალთ მებჯობი ვარ სხვა პარტიას? არა, ნახეთ, მოდით გულახდილად გეტყვით. ჩვენ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნებოდა ახლა რეჟიმთან ბრძოლის ნაწილში, როდესაც ეს ოპოზიციური ფლანგი ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტები, რომლებიც ახლა თვითონ ერთმანეთს უცხადებენ უკვე ბოიკოტს და ერთმანეთის დაპირისპირების რეჟიმში არიან, ისინიც ყოფილიყვნენ იმ აზრზე, რა აზრზეც ვართ ჩვენ, რომ როდესაც ვამბობთ, რომ აქტიური ქმედებებით, როგორც არის თუნდაც არჩევნებში მონაწილეობა, როგორც არის პროტესტი, როგორც არის სხვა კონსტიტუციური მეთოდები, ოცნების რეჟიმი დაგვესუსტებია ეტაპობრივად, იმიტომ რომ ერთ დღეს ეს არ გამოდის, ეს აჩვენა უკვე, ხო? გამოცდილება ამას აჩვენებს და აქვე ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი პრეზიდენტიც რაღაც გვერდიდან მაყურებლის როლს ირჩევს და რაღაც მოძღვრავს ჩვენ ორ პოლიტიკურ ძალას, ლელოს და გახარიას საქართველოსთვის. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ის 8 ოპოზიციური ბოიკოტისტი პარტიები, რომ ყოფილიყვენ ჩვენ აზრზე და ამათთან ერთად სინერგიაში ყოფილიყო ყოფილი პრეზიდენტიც, რამხელა ძალა იქნებოდა ეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციურმა პარტიებმა თვითონ ერთმანეთს გამოუცხადეს ბოიკოტი და ერთმანეთის აი ესე დაპირისპირების რეჟიმში არიან, რომელიც საზოგადოებას ფიქრობთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველს მათ მიმართ ფრუსტრაციას გაუღრმავებს და შეიძლება მეტად დაარწმუნოთ, რომ ეს გადმოვა ჩვენზეც, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიციური ფლანგი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთი ვინმე მოგწონს, არ მოგწონს, ეს საერთოდ ოპოზიციური ფლანგის ესე ორ ნაწილად გაყოფა პირდაპირ წისქვილზე ასხავს ოცნებისთვის წყალს, ხო? ეს ეხლა ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ეს შესაძლოა. არ შეგეწყოთ ამისთვის ხელი. ნახეთ, იგანა, მივალ მადაც ხრა. ეს შესაძლოა, ეხლა ზოგს საერთოდ გაუაზრებელთაც მოდიოდეს, მაგრამ ზოგი ისე იქცევა, ზოგიერთი სპიკერი იქეთ ჩემი კოლეგა, რომ პირდაპირ აი ოცნების ტროლებად და რაღაც ოცნების სპიკერებად იქცენ ჩვენთან დაპირისპირების ნაწილში და მე მათ არაერთხელ გზის მოუწოდე და ახლაც მოუწოდებ, რომ ოპოზიციის ოპოზიციონრობას დაანებონ თავი და თუ რეჟიმის დამთავრება უნდათ სხვა ქმედითი ნაბიჯები გადადგან, ჩვენ კი არ გვებრძოლონ, რეჟიმს ებრძოლონ და რაც შეეხება ყოველ პრეზიდენტს, იმანაც გარეშე დამკვირვებლის როლი კი არ უნდა აერჩია. ძალიან სერიოზული ძალის შეტანა შეეძლო ამ სინერგიაში. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს ნიშნავს ავტომატურად, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის მოქმედი პრეზიდენტი. ამ ტიპის ფორმულირებებს ეთანხმებით. ყაველაშვილი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის და ჩემთვის პირადად არასდროს არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი, იმიტომ რომ მოცემულობას როგორ უყურებთ თქვენ პირად განწყობილი მთელი რიგი კონსტიტუციური დანაწესები დარღვეული იქნა ყაველაშვილის არჩევამდე ჯერ კიდევ ოცნების მიერ, როდესაც მათ მიიტაცეს ჩვენი ხმები, მათ მიიტაცეს ჩვენი ქართველი ხალხის ამომრჩევლების ხელი, ხმები ამით მიიტაცეს ხელისუფლება, შესაბამისად დაარღვეს კონსტიტუცია და მე შემდეგ უკვე კონსტიტუციის დარღვევით აირჩიეს წყალებში აირჩიეს ყაველაშვილი, შესაბამისად როგორ იქნება ჩემთვის ყაველაშვილი ერთი ყოფილია საუმეზურებაშიც ამბობთ რომ ყოფილია ყაველაშვილზე არ ამბობთ რომ მოქმედი პრეზიდენტია ვერ იქნება არ გყავს პრეზიდენტი ვერ იქნება მოქმედი პრეზიდენტი სალმონ მე როგორც კონსტიტუციონალისტი გეუბნებით რომ დღეს გვაქვს ჩვენ კონსტიტუციური კრიზისი კონსტიტუცია არ შეჩერებული ერთ კაცი არის მორგებული და შესაბამისად ამ ერთმა კაცმა ბრძანა რომ მოდი ახლა მე თქვენ დააგდებთ პარლამენტში და დაადო იქ 99 დეპუტატი თუ რაც დადო ხო მე აი ახლა მოდი გავითამაშოთ კიდე ახალი ეს რაღაც 61 მანდატი არსებობდა ოპოზიციურ ფლანგზე რომელიც არ გამოიყენა ოპოზიციამ მიგაჩნია თუ არა რომ ეს იყო შეცდომა რაღაც ეტაპი დგება თუ არა როდესაც თქვენ უნდა გაანალიზოთ სად დაუშვით შეცდომა 61 მანდატის გასაგებია რომ 61-ვე თქვენი არ იყო თქვენ რაღაც ნაწილობრივი პოზიცია თითქოს სხვებისგან განსხვავებული დაიკავეთ მაგრამ შეცდომა იყო პარლამენტის მანდატებზე უარი, ანუ ამას ამბობ. დიახ, მე გეუბნებით ამას, როგორც ერთი აღებული პოლიტიკოსი გეუბნებით, რომ ეს იყო შეცდომა და გეტყვით რატო იყო შეცდომა. ამას თავის დროზეც ვამბობდით ჩვენ, რომ ნახეთ,
ჩვენ თუ ეხლა ძალიან მოკლედ გადავხედავთ ამ ისტორიულ რაკურსს, ეს ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც შეიქმნა პარლამენტში. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რომ ლელოს მაგალითად ჩვენ და ლელო რო შევსულიყავით თუნდაც მარტო. ან 61-ვე რო შევსულიყავით ხო საერთოდ ეს იქნებოდა, მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ხელი შეშლა ოცნების რეჟიმისთვის ჩამოყალიბებულიყო ამ რეჟიმად. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების, იმ დრაკონული კანონების მიღება ძალიან გაუჭირდებოდა. დღეში ერთ კანონს იღებდნენ, რაც პროცედურულად შეიძლება გაწელილიყო, შეიძლება ბოლოს მაინც მიეღოთ, მაგრამ სულ სხვა მოცემულობა. კი, წარმოგიდგენიათ ახლა მე და დანარჩენი ჩვენი კოლეგები, როდესაც ყოველ რაღაც წუთიერ რეჟიმში პარლამენტში ვიქნებოდით დაპირისპირებული პოლიტიკურ დაპირისპირებაში ოცნებასთან, რომ არ მიიღოთ ეს დრაკონული კანონები. და გარდა ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მაინც თქვათ შექმნეს ეს ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისია. იქ რო წარმოდგენილი ყოფილიყავით, რომელიც კონსტიტუციით საერთოდ უმრავლესობა ეკუთვნის ოპოზიციას. საერთოდ ჩანასახში მემკვდარი იყო ეს ყველაფერი, ანუ რაც ამას მოყვა ამ ოცნების რეჟიმად ჩამოყალიბებას ჩვენი იქ ყოფნის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის მინიმუმ ხელი შეშლა შეიძლებოდა. ეს კითხვა დამისვით თქვენ და გიპასუხეთ და დანარჩენი ხა რაც წეღან ვერ დავასრულე. ერთ კითხვას დავაზუსტებ. ბატონ ზაზა, ნახეთ, ამბობთ, რომ შეცდომა იყო ორ შაბათს პარლამენტი მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობს თქვენი პოლიტიკური გუნდიდან. შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს შეცდომა და ეს 12 დეპუტატი შევიდეს პარლამენტში. ნახეთ, დიანა, ჩვენ ვართ თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა. მე კი ვარ ერთ-ერთი შეცდომაში თანმიმდევრული, კარგია შეცდომაში. თუ ამბობთ, რომ შეცდომაა, თორემ აი თქვენ. კარგია, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ საერთოდ და ჩვენ შეცდომებზე არ ვისწავლოთ. ეს უფრო გაცილებით გონივრულია, მაგრამ თუ გიწევს შენ შეცდომებზეც სწავლა, შენ შეცდომებზეც უნდა ისწავლო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, რომ მე ვამბობ, რომ ეს შეცდომაა, იქ როდესაც ჩემი პოლიტიკური გუნდი ადრე თუ გვიან მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რასაც თქვენ მეკითხებით, თქვათ ჩემი აზრი იქ დომინანტურია. მაგალითად, რომ იყო სხვადასხვა ჩვენ საერთოდ შიდა დემოკრატიით გამორჩეული პარტია ვართ. ამაზე იმსჯელებთ, მაგრამ განსხვავებული აზრები გვაქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ 12 ადამიანის შესვლა. მაგრამ მე ჩემი აზრი გითხარ. თქვენ ანუ ის რომ ეს შეცდომა, ეს შესაძლოა ეს თქვენი აზრია პერსონალური და არა პოლიტიკური. დიახ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა. პოლიტსაბჭოში რამოდენიმე ადამიანი ვართ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის შიდა დემოკრატია. იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. ბევრ ადამიანს შესაძლოა კონდეს განსხვავებული აზრი. მაგალითად, გაგახსენებთ იგივე ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. იგივე გიორგი გახარიას მაგალითად იმ ეგრეთ წოდებული კომისიაზე მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით. რაც საზოგადოებისთვის ნათელია და ახსოვს და თქვენს გახსოვთ, ამას გახსენებთ. იქ განსხვავებული აზრები მეც გქონდა, სხვებსაც გქონდა, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ გეუბნებით ახლა, რომ ამასთან დაკავშირებით, რასაც თქვენ მეკითხებით, პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, მე ჩემი განსხვავებული აზრი მაქვს, სხვებსაც თავისი აზრი აქვთ, რა თქმა უნდა. ამორჩეველი როგორ ხდებათ ამორჩეველი და ლანა გალდავასთან გადავალ, იმიტომ რომ მათი როგორ ხდებათ ამორჩეველი, ანუ განწყობა რომ არჩევნებში ძალიან კარგად თქვენ წარმოიდგინეთ. ძალიან კარგად თქვენ წარმოიდგინეთ და მე ვფიქრობ, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებსაც გონია, რომ მათი ამორჩეველი ჭყალებში, იმიტომ რომ ამორჩეველი არ ეკუთვნის ეს საკუთრება არ არის ვიღაც. ნუ ეს პირობითია, ხო? თუ შენი პოლიტიკური ნაბიჯებით, შენი პოლიტიკური ქმედებებით, შენი პიროვნული ესე ვთქვათ ნიშნებით ამა თუ იმ ადამიანს დაარწმუნებ, რომ შენ უნდა აგირჩიოს და არა სხვა და თან ამ დროს, როდესაც აშკარად ხედავ, რომ პირდაპირ ბრძოლაში შენ გვერდზე დგები და გვერდიდან უყურებ ამას ყველაფერს, ძალიან დიდი შანსია, რომ მათმა ამორჩეველმა, რომელმაც წინა ამორჩევლებზე ჩვენ ოპოზიციური პარტიებს გულისხმობ, მისცეს ხმა, მათი დიდი უმრავლესობა ჩვენ როგორც ხედავთ, მოგვცევს ჩემ ხმას, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა ახლა ბიულეტენში არ ექნება ოცნების გარდა და ორი პროდასავლური პარტია, რაც არის გახარია საქართველოს და ლელოს სახით, ლეოს კოალიციის სახით. რა თქმა უნდა, მათ უნდა მიცენ ხმა, სხვა საღი აზრი არსებობს. კი ბატონო, მადლობა ბატონ ზაზა, ლანა გალდავა